გამარჯობა მოგესალმებით მეგობრებო. ერთი კვირა არ გამოჩენილ ვარ. არაფერი არ ხდებოდა მნიშვნელოვანი გზებზე, ამიტომ გადასაღებიც არაფერი არ იყო, ესე ჩავთვალე და ეხლა გახლავართ მე ოკლაჰომაში 34 გზაზე. აქ საწვავი საკმაოდ იაფია, 1 გალონი ღირს $2 და 99 ცენტი. და ამიტომ გავავსებ აუზებს. კომენტარებში იყო თხოვნა, რომ თუ რამე შეიცვალა ტვირთებთან და ფასებთან დაკავშირებით ამის შესახებ გადამება. სიმართლე გითხრათ, ამ 2 კვირის განმავლობაში ახლა მე რაც დავდივარ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. არ შეცვლილა ფასები ტვირთებზე, როგორც იყო, ისევ ისე არის. როგორც იღებოდა ტვირთებიც, ზუსტად ისია და მომავალში რა იქნება არ ვიცი, ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, მე ახლა მთხოვეს ახლა ამის შესახებ. მე გავაკეთებ ერთკვირიან ვიდეოს გადავიღებ, ისე როგორც ადრე ვიღებდი. ანუ დღეს გახლავთ ორშაბათი, ახლა მივდივარ მე ტულსაში, უნდა დავცალო ტვირთი მაქვს აღებული. ამ ტვირთს რომ დავცლი, შემდეგი ტვირთი უკვე ამიღო დისპეჩერმა, ამას ავიღებ ოკლაჰომაში ამ ტვირთს და მივდივარ ტექსასში. მოკლედ, რა ფასში იქნება ტვირთი, ამას მე ტვირთის აღების დროს გეტყვით, რამდენი მაილი უნდა გავიარო, იმასაც გეტყვით და დღევანდელი დღიდან, ანუ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მე გადავიღებ ტვირთებს, ფასებს და მანძილსაც გეტყვით, რა მანძილსაც გავდივართ და თქვენთან ერთად ნახოთ კვირის გროსი რა გამოვა. იმის მიხედვით უკვე გვეცოდინება რამე შეიცვალა იმ კანონის მიღების შემდეგ, რის მიხედვითაც უკვე მძღოლები ვეღარ დადიან თავისუფლად, ვისაც non-domicile CDL-ი აქვს. და თუ რამე შეიცვალა, ამას ჩვენ თვითონ ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით აქამდე არაფერი ცვლილება არ არის. და ვნახოთ რა ვიცი. აი ბატონებო, დავადელივერე ის უკვე ტულსაში და მოვედი ახლა აქ, ეს არის ამ პატარა ქალაქს ქვია მუსკოგი, ოკლაჰომა. აქ უნდა დავიტვირთო, ტვირთი არ არის მძიმე, აი ესეთი რაღაცები მიდის. 2 დელივერი მაქვს. პირველი დელივერი არის ოსტინში, ტექსასი, ოსტინი. მაგრამ შუა ქალაქია და თან რაღაც შოპინგ ცენტრია და იქ მომიწევს ძალიან უხერხულად დელივერის გაკეთება. მეორე პირველი დელივერიდან შორს არ არის, ისიც ახლოსია. მოკლედ, სულ ტოტალი რო ვიანგარიშოთ, ესე იგი პირველ დელივერამდე არის 470 ცარიელმაც რომ ვიარე, 470 მაილი. იქიდანაც დაახლოებით იქნება ალბათ ერთი 50 მაილი მეორე დელივერამდე. სულ გამოდის რამდენი? 520 მაილი გამოვა სულ. და ამ 520 ხვალ უნდა ჩავიტანო დილით. 520 მაილზე არის გადახდა $1600. ტვირთის ფასი ახლა რომ გითხრათ, რომ გადასარევი ნამდვილად არ არის. უბრალოდ არ ვიცი როგორ აეწყობა მთელი კვირის განმავლობაში ტვირთები. რა რაოდენობის ტვირთის აღებას მოვასწრებ და დადელივერებას, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ფასებსაც რა თქმა უნდა და შევხედოთ რა გამოვა, როგორ გამოვა. ეს ტვირთი ესე გამოიყურება 7000 პაუნდია სულ.
ხო ვითომ არაფერი, მაგრამ ძალიან გამაწვალა, იმიტომ რომ აი სტრეპების გაყრა მომიწია აი აქ ესეთ ნახრეტებში და ყველაზე ცუდი რაც იყო, ეს დიდი სტრეპები არ წავიდა იქ და მომიწია ესეთ პატარების. სად 1 2 3 4 5 6 ცალი. ესე გამტანჯა, მაგრამ მაინც გავაკეთეთ. დილა მშვიდობისა მეგობრებო, ჩემთან დილა ეხლა თენდება და ამიტომ ესე მოგესალმებით. ჩამოვედი ეხლა მე ვარ უკვე ოსტინში, ეს გახლავთ ტექსასი. ეხლა სულ რაღაც 3 მაილი დამჭა პირველ დელივერამდე, სადაც უნდა ჩამოცალო. გუშინ ვესაუბრე იმ პიროვნებას, სადაც უნდა მივიტანო და აღმოჩნდა რომ აქ არის რაღაც კონსტრაქშენი, ანუ მშენებლობაა და იმ მშენებლობაზე უნდა მივიტანო ტვირთის ნაწილი. ამას რომ დავცლი ახლა აქ, მე უკვე წავალ მეორე დანიშნულების ადგილზე, სადაც ტვირთის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩამოვცალო. ასე რომ კარგი სარბენი მაქვს დღეს. ამას ყველაფერს რომ მორჩები, უკვე შემდეგი ტვირთის ასაღებად წავალ. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი ხა შემდეგი ტვირთი. Take the exit on the right toward FM 1325 south, then keep left. ჯერ არა აქვს აღებული დისპეჩერს, მაგრამ სანამ მეამერებს მორჩები, წესით და რიგით დისპეჩერმაც უნდა ამიღოს მორიგი ტვირთი. ტექსასში ძალიან ბევრი ფასიანი გზა არის. თანაც მე რაც მაქვს ტრანსპორტერი, რითაც ვიხდი ფასიან გზებზე ელექტრონულად გადასახადს, ტექსასში ეს არ მოქმედებს. ნუ ვერ მაჭრის თანხას და მე უკვე სახლში მომდის მისამართზე პოსტით გადასახდელი ბილი. და ისე ვიხდი ხოლმე. in the right lane. დღე მოიკლოს საგზნობლად. ეხლა უკვე 8-16 წუთია და ეხლა თენდება.
1.25 miles. Turn left on North Mopac Expressway, then take the first right. ოსტინი, დალასი ეს ქალაქები ერთმანეთს თავიანთი აგებულებით, რავი, შენობებით ისე გავს ერთმანეთს რომ ვერ გაარჩა. აქ უნდა გავჩერდე ახლა აქ და სადღაც გვერდით უნდა იყოს construction. მაგრამ მანამდე ჯობია რომ საკონტაქტო პირს დაურეკო და ზუსტად გავერკვიო სად არის ეს construction. Turn right, then take the first left. შეჯერობით ვერაფერს ვერ ხედავ. Constructions. მაგრამ აი აქ გავჩერდები ხა? არის, კი, არის. აი აქ არის, აი მარჯვნივ. ახლა აი გავჩერდები და მარჯვენა მხარეს არის construction-ი. აქ უკვე ეს მუშები მეტყვიან. თუ სად უნდა ჩამოვცალო? ესე იგი მომიწია ისევ წრის დარტყმა რომ დრაივეიზე შევიდე იქ მითხრეს რომ ესე იგი მოუტრიალდე ერთი წრე კიდე დავარტყა და სადაც გავჩერდი იმის უკან არის დრაივეი და იქ უნდა შევიდე. მაგრამ აქ რასაც უყურებ ძალიან რთული მოძრაობა. ქალაქია, ესე ხდება. ოკეი. ჩვენი გზა. In 1 mile, turn left on North Mopac Expressway, then take the first right. აი აქ არის ახლა სადღაც შესაძრომი და უნდა შევიდეთ. Turn left on North Mopac Expressway, then take the first right. ცუდი შემოსასვლელი. აი ესე წრე დავარტყი და ხა აქ არის შესასვლელი, აი აქ უნდა შევიდე. ესე შემოვბატონო სანჩო. აქ არის შოპინგ ცენტრები და რავი, ესეთი ის არის. Turn left at the stop sign, then take the second left. აქ უნდა მოუხვიოთ და აქტიურად მოვედით. მოვედით, ბატონო. Turn left at the stop sign, then take the first right.
აი აქ უნდა დავიცალო. ეს მივხედოთ საქმეს. დაიწყეს ახლა ამის ჩამოვდივით. არ ამგონია ესენი მალე მორჩნენ ამის ჩამოდვით. აი რა არის გადავარდნენ ცემენტის მანქანა. როგორ გადავარდა? აქეთა მხრიდან არის უეჭო. ხო დაეჯახა რაღაცას და გადავარდა. და გადარჩებოდეს და არაფერი მოვიდა. ესე ჩამოვედი ახლა მეორე დელივერზე, სადაც უნდა დავცალო დარჩენილი ტვირთი და ამით ესე იგი პირველი ტრიპი, რომელიც მე გუშინ დავიწყე ორშაბათს, დღეს გახლავთ სამშაბათი. დავიწყე ოკლაჰომადან, დავამთავრე ტექსასში და ეს არის ამ კვირის პირველი ტრიპი. ეხლა უკვე მეორე ლოუდიც მელოდება. ამას რო დავცლი, შემდეგ უკვე წავალ ლოუდის ასაღებად, ტვირთის ასაღებად და ტექსასიდან მივდივარ მიჩიგანში. არის ორდღიანი ტრიპი, ანუ 2 დღე უნდა ვიარო ადგილამდე რომ ჩავიდე. ანუ შემდეგი ლოუდის ვიდეო ცალკე გადავიღებ უკვე და ავტვირთავ, ანუ რა ტრიპია, საიდან, სად მიდის, რა მანძილია და რამდენი არის გადახდა. ეს ადგილი ახლა სადაც მივდივარ, მეფზე მონიშნული არ არის და არ ვიცი ზუსტად რომ მივალ იმ ადგილას დამხვდება თუ არა ის warehouse-ი, სადაც უნდა მივიტანო. ამ პატარა ქალაქს ქვია გონსალეს. არის ტექსასის სამხრეთში. In 1/2 mile, arrive at 2459 County Road 239A, Gonzales, Texas 78629 on the right. ესე პირდაპირ გავიდე და აქ მეუბნება რომ აქ არის სადაც. რა დარწმუნებული არა ვარ.
1/4 mile. Arrive at 2459 County Road 239A, Gonzales, Texas 78629 on the right. ვითომ სწორად მოვედი? აი ამ ადგილს მეუნება აქ, მაგრამ გონსალეს კორპორაციაში მეიტანს. აქ არაფერი არ არის. წინ უნდა ვნახო. ალბათ ეს არის აქ construction. Arriving at 2459 County Road 239A, Gonzales, Texas 78629 on the right. ეს არის კი construction-ი აქ. ხო და აქ მომიწევს ახლა შესვლა და ამის ჩამოცრა, მაგრამ მანამდე უნდა გადავიდე და გავერკვიო. სულ ეს იყო მეგობრებო და მეორე ვიდეოს გადავიღებ უკვე მეორე ტრიპისას. მადლობა კიდევ ერთხელ რომ მიყურებთ და რა ვიცი, ვისაც მოგწონთ და გსიამოვნებთ ჩემი ვიდეოების ყურება, შეგიძლიათ არხიც გამოიწეროთ. მადლობა დიდი.